ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეკონომიკის დარგში მრჩეველი კევინ ჰესეტი იყო სტუმრად Fox News-თან და სწორედ აი აქ მას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, ხომ არ განიხილავს დონალდ ტრამპი დროებით ტარიფების შეჩერებას, რასთან დაკავშირებითაც კევინ ჰესეტმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტს იმას, რასაც პრეზიდენტი გადაწყვეტს და ამავდროულად მან განაცხადა ისიც, რომ ამ დროისთვის დონალდ ტრამპთან 50 ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს და სწორედ აი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა სახეშეცვლილი და სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს დონალდ ტრამპი 90 დღიან შეჩერებას აპირებს ტარიფების, თუმცა ყველა ქვეყნისთვის გარდა ჩინეთისა და ამ ინფორმაციას ავრცელებდა არაერთი ანგარიშის პლატფორმა X-ზე, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ ყველა მათგანს ჰქონდა ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი, მაგრამ ეს უკვე პლატფორმა X-ზე არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სანდო წყაროებს წარმოადგენენ და შემდეგ უკვე მოხდა ისე, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა CNBC-ის ეთერში ერთ-ერთმა წამყვანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ზუსტად დონალდ ტრამპი აპირებდა, რომ 90 დღით შეეჩერებინა ტარიფები, მხოლოდ ჩინეთი იქნებოდა გამონაკლისი და მას შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ საფონდო ბირჟაზე, ამერიკის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასმა ხანმოკლედ, მაგრამ საკმაოდ დიდი ზრდა განიცადა, ეს იყო დაახლოებით $2 ტრილიონი და სწორედ ამის შემდეგ დაახლოებით იგივე ინფორმაცია გაავრცელა მსგავსი შინაარსით გამოცემა Reuters-მაც და შემდეგ მოხდა ის, რომ თეთრმა სახლმა და ამერიკის მთავრობის ერთ-ერთმა გვერდმა პლატფორმა X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ამბავი იყო ყალბი და რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს და გაავრცელეს Fox News-ის ინტერვიუდან ის ნაწილი, სადაც კევინ ჰესეტი საუბრობს ამასთან დაკავშირებით და აქ ჩანს ის, რომ კევინ ჰესეტს არ უგულისხმია ის, რომ დონალდ ტრამპი 90 დღით აპირებდა ტარიფების შეჩერებას და შემდეგ უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში ასევე არაერთი პოსტი იმის დაკავშირებით, თუ როგორ გაიზარდა ფასები საფონდო ბირჟაზე და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ Reuters-მა და CNBC-მ შემდეგ უკვე გამოაქვეყნეს ასე ვთქვათ ბოდიშის წერილები, სადაც საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ ეთერში გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა და ამასთან დაკავშირებით ასევე თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმაც განაცხადა, რომ ეს არის დეზინფორმაცია.